8 აპრილს ქუჩაში იდგება ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ევროპული მომავალი. ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მიუახლოვდეს 9 აპრილის გმირების მემორიალს, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანა წარსულში დაებრუნებინათ, რუსულ რელსებზე დაეყენებინათ. ამიტომ ხალხი, ვინც ქუჩაში გავა, მხარდაჭერას სრულად გამოუცხადებენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, მათ მოწოდებას გაიზიარებენ, რომ აუცილებელია ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდეს. მნიშვნელოვანი არის ყველა პოლიტიკური თუ სინდისის პატიმარი გათავისუფლდეს და თვითმმართველობის არჩევნებს ყველამ ბოიკოტი გამოუცხადოს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გავსაუბრებოდით, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ხარში დავუდგეთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, იმ ხალხს, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეწირა სწორედ რეჟიმთან ბრძოლას. სწორედ აი ეს ბრძოლის მაგალითი, ის უკან დაუხევლობის მაგალითი, ის თავგანწირვის მაგალითი, რომელიც 9 აპრილს ასე ვთქვათ ახლავს, არ შეიძლება რომ გარყვნას ამ რეჟიმმა მაგალითად მონუმენტზე ყვავილების დაწყობის ან სანთლის ანთების ფარსით. ისინი სწორედ 9 აპრილის იდეას დაუპირისპირდნენ, ისინი სწორედ დაუპირისპირდნენ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ხალხი 9 აპრილს შეწირული გმირები შეეწირენ და რისთვისაც იბრძოდნენ და მათ არ აქვთ უფლება რომ მიუახლოვდნენ 9 აპრილის მონუმენტს და სწორედ ვინ უნდა იცავდეს მონუმენტს თუ არა სინდისის პატიმრების მშობლები. დღეს აი 9 აპრილიდან, ტრაგიკული 9 აპრილიდან 36 წლის შემდეგ ქართველი ხალხი, საქართველოს ახალგაზრდობა ისევ მიზნებისთვის იბრძვის და ისევ საფრთხეების წინაშე დგას. ამიტომ შეუძლებელი არის, რომ 8-9 აპრილის ღამეს რუსთაველი შეხვდეს ცარიელი და არ შეხვდეს ხალხმრავალი აქციით. ეს სიმბოლიზმის თვალსაზრისით. მეორე რომ აი ის სინდისის პატიმრები, რომლებიც მადლობა ღმერთს ცოცხლები არიან იდეური მემკვიდრეები იმ ხალხისა, ვინც 9 აპრილს იქ იდგა და შეეწირა. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ინიციატივა სწორედ სინდისის პატიმრების მშობლებისგან მოდის. ქართული ოცნება ყველაფერი, რასაც აკეთებს და რასაც გააკეთებს, არის მიმართული იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა, ავტოკრატია და მე უკვე დიქტატურა და ჩვენ ამასთან გვაქვს საბრძოლველი და ბრძოლის ხაზი, რა თქმა უნდა, გადის იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გააცნობიერებს ამ საფრთხეს და გამოხატავს პროტესტს. ასე რომ ქუჩაში ყოფნა, იქნება ეს 8 აპრილის აქცია, იქნება ყოველდღიური აქციები რუსთაველზე, არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. პროტესტის 127 დღე არის დღეს, ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში ყოველდღიურად დგას რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა საპროტესტო ტალღა ახალ ეტაპზე გადავა სწორედ 8 აპრილიდან, რადგან სინდისის პატიმრების დედებმა დაანონსეს, რომ ისინი უწყვეტ საპროტესტო აქციებს გამართავენ, არც დღისით და არც ღამით. არ დაიშლებიან პარლამენტთან, დარჩებიან, გაათენებენ ღამეებს, იქამდე ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ახლა საინტერესოა, პოლიტიკური ძალები დაუდგებიან თუ არა გვერდით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს. ეს განცხადება, როდესაც პირველად გააკეთეს საპროტესტო აქციაზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა, ამის შემდეგ პირველებს ჰქონდა შესაძლებლობა კითხვები პოლიტიკური გაერთიანებებისა თუ პარტიების ლიდერებთან დააგვესვა და ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ რა თქმა უნდა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გვერდით იდგებიან. შესაბამისად 8 აპრილს, 9 აპრილს ჩვენ ქუჩაში ვნახავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს თავისუფლებისთვის მებრძოლებს.